კი кайფი მიემალა რა არის რას კამები უდებს ჩემი პერანგი ბისპრობი გვაქვს ბატონო დავით რა ბისპრობი ბიზნეს პრობლემა რა გინდა ხო ხიდა რა ჩემთვის ვარ გაჩერებ ჩუმატო მზივა ჩემთვის წყნარად რატომ იშტი რა ნერვები და მომიშავ ეს მოშტრი მაგ ნერვები და ჩაწვა ეს კამები და რა ვქნა აი გავყვედი ამ სკამებს და მე ნახავ შენ ახლა ახალი რაღაც მოიფიქრა ცოტა ხანი მაცადეთ გავყიდი ჩემს სკამებს მე ავაწყობ ცხოვრებას მე იდეა მაქვს სკამების ბიზნესს რო შეეშვა და ბინების ბიზნესი წამოიწყო დაუკვირდი რომ ჩაწვება ეს ბინები ხო და შეგიწყდება ბიზნესი ბინა მაინც დაგჭება გადახვალაკენა და მე დავისვენებ მე კარგი რა გეხოცები ხა დილიდან ნუ გამიფუჭებ რა ხასიათს რა ძალიან გითხო რა სხვათაშორის დღეს უნდა გავისვენო ერთი ადამიანი რომელმაც შეიძლება მთელი ჩემი სკამები იყიდოს დიახ მართლა? მართლა. და სხვადასხვა სიმკაცე ყველაფერი დამოკიდებული და შეიძლება ფეხსიც წამოვთქი. თუ არა და დაჯდები ისევ შენ სკამებზე? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. რას დავჯდები ამ ხელა პრობლემა მაქვს რა. საბოჟოზე პრობლემა მაქვს. რა პრობლემა? რა პრობლემა მაქვს ტერმინალი და ვერ გამომაქვს საქონელი. რა? ტერმინალი და ვერ გამომაქვს საქონელი. ვერ გამოგაქვს ტერმინალიდან? საქონელი? ვა, რა საინტერესოა. ერთი ჩემ კარადას უნდა დავაწერო დიდი ასოებით ტერმინალი. მე ასეთ დღეში ამდენი საქმე გასაკეთებ შენ რა გენაკლება რა. არაფერი. ვიხუმრე, მაბადიეთ, პირიქით, გეხმარები. მითხარი ერთი იმ კაცის ნომერი, ვისაც უნდა შევხვდე დღეს. უნდა დაურეკო. რა თმინდა და მე მინისტრის მოადგილე ვარ და ამ ხელა რანგის კაცი რო დაველაპარაკები დამიჯერებს. მედი. ყველაფერს ვეტყვიდათო ის რომ აფერისტი ხარ არასანდო პარტნიორი შენ სიტყვას რომ არასდროს ასრულებ მე კარგი რა გინდა რომ დამღუპო კარგი და ვიხუმრე გამოგივიდა ხო ეს იგი რა კარგი უნდა ვთქვა რა მე არა საერთოდ არ დაველაპარაკები საერთოდ იმიტომ რომ მე ვარ თანამდებობის პირი დიახ და არანაირი უფლება არ მაქვს ვიღაცას დაურეკო და დავაშინო რატომ უნდა დავაშინო აბა ისე ვინიყიდი შენ სკამებს არ მინდა შენი დახმარება მე თო მიხედა ჩემ თავს ხო ანანო გავიგე მესმის ანანო გავიგე კარგი დამღალე უკვე ანანო რა და ანანო შემჭამა სუჰეის აურა აქვს გასაწვენდი სუჰეის აურა აქვს გასაწვენდი სუჰეის აურა მარიგუნა სუჰეი იმდენ სვავს რომ მალე აურა კი არა ღვიძლი ექნება გასაწვენდი მარიგ სუჰეი შეჭამეს ირაკლი დენის გაზის და წყლის ფული გაქვს გადასახდელი და დათოს სულდა 200 ლარი ვა რა კარგი იყო მარიკუნა 90-იანი წლები რა არც დენი იყო არც გაზი იყო არც წყალი იყო არც დათო იყო არა ჩვეულებრივია რა
საკრედიტო ბარათი დავკარგე. რა? დაკარგე? მე პოლიციაში არ განაცხადე, ჰა? არა. რატო? აზრი არა აქვს. რატო? ვინციპოვის მარიკაზე მეც მაინც ვერ დახარჯავს. აი, ვიბოვე. აჰა. დათუჩა? აი, ეს გამართვი. წადი ახლა შენ თელაში, ხო და იყიდე დამსაცმელი. მადლობა ირა. კარგი ყავი. ჯიგარი. მოიცა, რომ გარბი ხარ, სად გარბი ხარ? კოდი არ გინდა, პინ კოდი? ვიცი. საწავიდა ეს გოგო ამდენ ხანს რა საწავიდა 1 საათის წინ გავუშვი რა სად არის რა გოგო კი არა ბატია ბატი ნამდვილი დიდი ბატი მოვედი ესე რაც დამაბარე ყოველთვის პური მაწონი კარაქი ხო კარგი დიდი მადლობა კარგი გოგო ხარ ყოჩა ანანო. კომშიდობა ანანო. კი ჩემკენდი ლა შეკიდა რა ხმაური ისმის თამარი და ვახო გაიღვიძე და დარბიანეთ ყოფა. ქეთევან შენ არ მითხარი რომ ლაშა ვახო თამარი ყველანი მაღალი სიცხით წვანანო თავზე ვადგავარ წუთი ვერ ვტოვებ და შენ გამეგზავნეო მაღაზიაშიო გითხარი მე მაღალი სიცხე ქონდათ მაგრამ მივაყარე წამლები და გამოკეთდნენ დარბიან ეხლა რასაკვირველია ადამიანები არიან და ბუნებრივია ირბენენ აბა რა სიცხე 15 წუთში წუთებს მithლი შენი სუხეი როგორ არის აბა ერთი მითხარი მოდი დაჯექი მე ჭორავია სუხეი კარგად არის სუხეიმ დაიწყო მუშაობა რას მეუბნები და მე კიდე შევი ფიქრე ქეთევა ესე რატო ვიყოთ ყველა თქო და ვეც როგორი ციგნი მაქვს აბა სუხეიმ ჩამომიტანა ნეპალიდან რეცეპტების ციგნია ნეპალური ნამცხრების ხო და ისე ვიფიქრე ხა გამოვაცხობ თქო ნამცხრებს შევიტანდი სალომესთან ბარში ესე იგი ბიზნესი წებ რა ბიზნეს კეთება არა უბრალოდ რა მინდა იცი რომ ნეპალური კულინარია დაინერგოს და გავრცელდეს საქართველოში კერძოდ ნამცხრები და ვიფიქრე რომ გამოვაცხობ თქო ამ ნამცხრებს ამ რეცეპტებით შევიტანდი როგორ ფიქრობ გაიყიდება ხო მოიცადე ესე იგი ნეპალური რეცეპტით შენ რო გამოვაცხობ რა ვიცი ნევჩიდი მაინც რა უნდა ცადო აბარა უნდა ცადო მიდი გაიქეციანა მე კი ხო აღარაფერი ჭირდება არა რა სისი დიდი მადლობა გაიქეცი ცადე მაინც შენ ცადე და შენი მოსვენება და შენი გაჩერება ხომ არ არის ერთად ქეთევა ხო აბა სამსახურში გარბი ვარ და ჩაი მომემზადე რა სამსახურში გარბი ხარ სამსახურში ქეთევა გურიტები არ გამოსულან ჯერ არა ჯერ არ გამოსულან რა ვიცი შეიძლება გაიღვიძეს მაგრამ ჯერ აქეთ არ გამოფრენილა 1 2 3 გამარჯობათ ნათესამომესწავლებო გამარჯობა თამა ოთხარი რა ხო კეთუ მიდი რა ვახუნას ყავა გავკეთე სამსახურში მიდის და სამსახურში კარგი ვახუნა გაგიკეთე ბაბა რას ისამ და შენ რას აკეთებ რას მიკეთებ მე სამსახურში მივდივარ და გეხოცები ჩემთვის ტაქსი გამოიძახე თამარ ტაქსი რადგენ თამარ და ჩადი სადარბაზოსთან დადეკიდე ისეთი ქარია ჩაგარბეინებს სამსახური და მოგარბეინებს აბა შენ კატრინაც არ გიშველის და დამძანდი ერთი წუთით ქალბატონო დამძანდი ესე იგი მე აქ უნდა გემსახუროთ ჩაიყავა ტაქსი ხო ძალიან რას ნიშნავს ეს ყოველივე გეტყვი ახლა მომისმნე ჩვენ ვმუშავთ სამსახურებში და შენ და დაგვეხმარო ხელი უნდა შეგვიწყო რაღაცნაირად მეც ვმუშაობ და მეც მეჩქარება სად მუშაობ ქეთევა სამსახურში მე სად მუშაობ? ხო. მე ბარში მუშაობ. მე მუშაობ ბარში, დიახ, გადავწყვიტე ნამცხრები, გამოვაცხო, ჩავაბარო სალომესთან და გავყიდო. აი ესე. კარგი რა ქეთევა რა, ნამცხრები უნდა გამოვაცხო. აბა რა ვქნა ახლა მე გამაგებინე? შენ ექიმი ხარ, ის მეწარმია და მე? კეთო. ლიდერი იყავი შენ, მე რა კარგად ვხარი. გაიცინე შენ კიდე.
აჰა. ეს რა არის? მოადგილეს ირაკლი ჩხეი? ძეს. აჰა. განცხადე? ბა. გთხოვთ მომცეთ ჩემი კუთვნილი შვებულე? ბა. რა ჭირს ამ გოგოს? შეიძლება ბატონო ირაკლი. მოდი. შემოდი, ჩქარა. დაჯექი. მაიკო, გამარჯო? გამარჯობა ბატონო ირაკლი. მაიკო. რა გჭირს? რატო ითხოვ შვებულებას? არა ის ხომ მეკუთვნის შვებულება. აჰა, ესე იგი ისე, ხო? ისე? ვახომ დამირეკა. ხო, ვახომ დამირეკა და მითხრა ცოლს გავშორდი და მაიკოს ველოდებიო. მოიც, ხო. მოდი, ისე, ხო? მოდი, დაჯექი, ვიხუმ? რე. სწორია. მომისმინე რა. მაიკო, ასე არ შეიძლება რა. ასე გაგიჟდები, უნდა შეეგო. ვიცი, მაგრამ გული. გასაგებია, მაგრამ უნდა შეეგო. რა ვხნათ, მოხდა ასე. ხო, ხوردავანგრევთ ყველაფერს, არა? უნდა შეეგო, უნდა დამშვიდდე, დაწნავდე. თუ გინდა მიდი სადმე დაელაპარაკე ამ ვახოს და გაიგებ, რომ ვახოს გარეშე ცხოვრება შეგიძლია. ბატონო ირაკლი, მაგრამ განა ბევრს ვითხოვ. აი, მივალ ხოლმე და ნახავ. ხანდახან. ისე თამარიც ისე თბილად მომექცა. თამარს ხوار დაველაპარაკო ბატონო ირაკლი. მაიკო, თამარს გინდა რომ დაელაპარაკო, ხო? მაშინ რა ქენი იცი გინეცელი, ჯერ შენი შემცვლელი მომიძებნე და მომიყვანე. მე თანაშემწის გარეშე ვერ ვიმუშავებ და მე დაელაპარაკე თამარს. კარგით რა ბატონო ირაკლი, აი მირჩიეთ რამე რა. გირჩიო. კი ბატონო, ახლავე. მაიკო, ცოტა მიმოიხედე. გამოიხედე, გადაიტანე ყურადღება სხვა რამეზე. 1000 რაღაცა ხდება ჩვენს გვერდით, არ ვიცი როგორ ვთქვა, ხო? ხდება მოკლედ რა. ხო და ნახე. შენ თუ ასე გააგრძელე, ამათ დაემსგავსები. აი შეხედე. ნახე. ჩემი ქმარი სხვა ქალმა წამართვა. შეხედე რა დღეშია ქალი. შეხედე რა დღეშია ლენტი აქვს თვალებზე. ნახე. ამას გიდა დაემსგავსო? აჰა, ეს ერთი. კი ბატონო. მეორე. მან ცოლი მოიყვანა და მეუფლება აღარ მაქვს მიყვარდეს. ამას კიდე შერჩენილი აქვს ნატამალი ცოტა გონების. დარჩენილი აქვს, მაგრამ მაინც ამას გიდა დაემსგავსო, შეხედე, ულენტოთ არის, მაგრამ გიდა დაემსგავსო. ნახე, ნევროზი, ფსიქოზი. გინდა? კი ბატონო, სხვა ვნახოთ. აჰა, შეხედე? ნახე, აი, ჩემი საყვარლის ცოლი სამსახურში მოგივარდა და ჯანტაბაში. რა ვიფიქრეთ ბატონო ირაკლი? თქვენთან მოვალ ხოლმე სახლში. ჩემთან? შევხედავ და წამოვალ ბატონო ირაკლი. ვახოს იქ შევხედავ. მაიკო, ორი ტყუპი და ცოლის ბიძაშვილი მეზრდება სახლში. ნუ დამიობლებ ბავშვებს. რა ვქნა ბატონო? რა? მომისმინე. საერთოდ უნდა დაანებო. საერთოდ არც კი უნდა იფიქრო ამაზე. დამიჯერე საერთოდ და თამარზე ლაპარაკი ხო? აი მე, საერთოდ. შენ არ იცი თამარის ამბავი. მე ვიცი. ჯერ შენ მოხსნიან. ხო, მეც მომაყოლებენ. მერე ჩემ მინისტრს მოხსნიან. კამდეც მივა და ჩამოიშალა სახელმწიფო. რა, მე ისე თბილად მელაპარაკა თამარი. კარგი ადამიანი ჩანს. მაიკო, ჯანმრთელობის და კიდევ ორი რაღაცის სამინისტრო გაფრთხილებს. თამარი მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისა. თვის, მაგრამ მე მაინც უნდა ვნა? ხო. ნატო, ხო. არა იწექი შენ რას ამბობ რა?
ხო, მომისმნე ხა ბევრი სითხე დალიეს შენ ახლა, რომ ეს გამოვიდეს სიცხე, ხო? ხო, არი ნერვიულო, მაგრამ ვაიმე მართალია, იმდენი ხალხია მაღაზიაში. იცი როგორი მუშაობა, ანუ ვერ გეტყვი. არა უშავს ახლა რამენაირად მოვახერხებ, ხო? კარგი, იცექი, ხო, კარგი. კარგი. სიცხე კი არა, კოტრიალი გინდა. ვაიმე, კარგი რა დათო, საიდან მოხდი არ გაგინდა. ეხა მე სერიოზულად შეხვედ რა მაქვს. ხო და. და რამე ესეთი სერიოზული პერანგი უნდა ამრჩიო. კარგი? სერიოზული პერანგი? სერიოზული პერანგი, ხო. ვაიმე დათო. ხო იცი ხლა მე არც ტყუილი მიყვარს და არც მსგავსი რაღაცა ეგეთებ. ეხა მომისმნე ერთ კარგს გეტყვი რა. ეხა იქ შენ რომ მიხვალ, ყველა გელოდება ესეთ სტანდარტულად ჩაცმულს, რომ ესე მიხვალ. ცი რა უნდა აქნა? ესე რაღაცა ორიგინალური უნდა არჩიო და ჩაიცვა. დათო, რამინის ცოლმა საბერძნეთიდან ვახოს გამოუგზავნა პერანგი. იცი როგორი აი რო ჩაიცვა, ხო აი მკლავებში არ მოგო, ვახო ხო მოსულია რაღაცნაირად, არ შეკრა, მოიცადე. მოსულია. მოიცადე. ეხლავე. დათო, აი. ნახე. მოდი. ვაიმე დაგაკვდა. აი, გადასარევი. აი, კარგია. კარგი. ვაიმე. ხო. თამრიკო. რა იყო? აი ამას მე არასოდეს არ ჩავჭი. ეხა არ არის ცუდი რაღაცნაირი უცხოა, მაგრამ კარგია. ეს არის 75 ლარი. 75 ლარი ამბობია. რა? ფასდაკლება არა გაქვთ? არა. ნუ ხა შენ დაგიკლებ ცოტას, როგორც კამებზე დაგვიკელი 20 თეთრი, ისე დაგიკლებ 20 თეთრს. 74 ლარი და 80 თეთრი. ნაჩუქარია ეხლა პრინციპში რა, წაიღე. გამარჯობათ. პერანგის შერჩევა მინდა. ვაიმე, გამეცინა. ხოდის ეხა არ გაიგო ცხანაერად. თქვენ გქონიათ ბედი. თქვენ ხართ უბედნიერესი. აი ეს დარჩა. ბოლო, იცით როგორი სიახლეა კოლექციის. მობრუნდით ერთი წუთით. აი მხრები, კარგი, მკლავი. აი, კარგია, ძალიან კარგი. მე თვითონ ნახე. ვაიმე, აიღეთ, ნაღდი ვახუნხულებია. ხო, რა ვიცი. რამბო კარგია მეთქი. დათო. დე. გას მიადექი, ძვლიანებია. მე სახელმწიფო ბარად. ირაკლი. ნო, თან მითხრა რომ ცოტა დახარჯო. ცოტა რა ხარ ეს მინისტრის მოადგილესთვის? აი ამას ნახავ. მაგას? რა დამთხვევა? აი სპერაგი უნდა მეიდა. ზეგი დამითმოთ. მე დაგასარეთ და ახლა ეს ჩემია. არა, არ დაგისწრიათ, მე პირველი შემოვედი და უნდა დამითმოთ. ვერ ხვდები რატომ უნდა დაგითმოთ? ნუ გავამწოვებ სიტუაციას, უნდა დამითმოთ. არა, ვერ დაგითმოთ. უნდა დამითმოთ. ვერ დაგითმოთ. ვიც მე პერანგებს მითმობდა? ეხლა ის არის მინისტრის მოადგილე. მინისტრის სად არის გასახდელი? გასახდელი დაკავებულია? არა, პერანგი უნდა მოვიზომო. ვერ ხვდები ეს აი ერთი წუთი თუ კაცრავად. დათო, ეს სინჯე, ეს მოისინჯე, აბა ეს ნახე რა. სამი ზომი დიდია, რა მოვის? შეც ახლა არ გწმია სამი ზომი დიდი რას. გასაგები. თქვენი ახლობელია რა? ვაიმე, ვერ გავიგე. ესე იგი, რადგან მე უცხოურ უნდა დამჩაგდოთ, ხო? ვაიმე, ხა ძალიან ხო აქ პრეტენზიები არ იყოს რა. მე რა ვიცი აქ რამდენი გიჟი შემოვა. როგორც თქვენ გნახეთ პირველად, ისე ის ნახე პირველად. რა ვიცი მე ვინ არის. არ შეიძლება რა ესე რა. ვახუმ დამირეკა ეხა. ვერ ვიყავ ვახუ და დამალაპარაკე. ალო.
ბახო, მაცად ერთი წამი. იღებ ამას, გავატარო, მომეცი. რა თქვენ იღებთ, მაგრამ მე რას ვთავაზობთ? რას თავაზობთ? დიახ. ნუ, გასაგებია. ნახე არჩევანია. გაერეთ, გამოიერეთ, არჩევ, ხა? ავარჩევ. აი, ტელეფონი შენ და მოდი ჩეკზე ხელი მომიწერე. მოდი. ხო. ის რა ამბავი? რა? ეს რო უკან გამოვატაროთ ეხლა რა დაგდება? დათ მომის მიხა ბერს არ შემიძლია ამდენს. აი კლიენტი და მივწვიმო. მიმოხს. მიხდებოდა. მშვიდობაში ბატონო. მადლობა. არაფრის. მადლობა. არაფრის. მე ახლა დამიჯერეთ რა. არ არის ცუდი არჩევანი. არა, ბატონო, არა, მადლობთ, არა. ზე ბედნიერი კი ხართ, მაგრამ რაცა მადლობთ. გემოვნებაში ცოტა ვერ. მაგასაც გმადლობთ. ვერაფრით ვერ გამიგია, რატომ მოსწონს ხალხს შენი ნამცხრები. აი, ვერაფრით ვერ გამიგია. ნუ იცინი. რატო? იდექი მანდ, ნუ იცინი. თან ვიდეკებიდან გავიზინე. რაში მაინტერესებს? გამარჯობა. იცი დღეს ჩვენ გვაქვს ნამცხვრის დღე, შეგიძლიათ მივბრძანდეთ და აიქციოთ. მადლობთ, ხო. გამარჯობა, გოგონა. გოგონა. სამი ნამცხვარი შეიძლება. მოგზანდით, აბა რომლები გნებათ? ეს და ეს. და ეს გემრიელად მიირთით, კიდევ მოგზანდით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. შეგერგოთ. ხაბეს ვამეყოლა. წვენი თუ შეიძლება. კარგით. ეხლა ეს აქ ისე უნდა იარო? მოპატიო. არ შემიძლია დავიღალე წინ და უკან. კიდე უნდა დავიღალე წინ და უკან. გამარჯობათ. დღეს ჩვენ გვაქვს ნამცხვრის დღე და შეგიძლიათ აიჩიოთ ნეპალური ნამცხვარი და ქეთევანის ნამცხვარი. მოგზადით, გამარჯობა გოგონა. დღეს ჩვენ გვაქვს ნამცხრების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენ უფრო მრავალფეროვანი გვაქვს. ჩემი უფრო გემრიელია. ჩვენი უფრო სასარგებლოა. ჩემი დიეტურია. დიეტური ნამცხვარი არ გამოგია უკაცრავად. რაში მაინტერესებს შენ აგაგი. რაც მე გამიგია ისიც მე ყოფა გინეცვალე იცით რა. და ისა რა ქვია, მე მგონი მაინც გირჩევთ ჩემს ნამცხვარზე. თქვენ მე თვალში ხომ არ გეპატარებთ და უკაცრავად. აიღებთ ხო ნამცხვარს? არა, მადლობთ, მეორე სავეფებ. მოგზანდით, დიახ, მოგზანდით. ხაიქეთი, აბა რომელი გნებათ? აი, სანდრო, სამაგარანაცას უყურებთ არა? აი, ძალიან მაგარს. დიდი მადლობა. კაცად, თქვენ რას მიირთმევთ? ჩვენ ორი ყავართ შეიძლება. კარგით. სანდრო, ავა. აქ ეს უნდა იაროთ ეხლა წინ და უკან. აღარ დამაცადეს. გამარჯობათ. იცი დღეს ჩვენ გვაქვს ყველამ ძალიან კარგად ვიცი დღეს რაც ხდება აქ. აბა რითი ჯობია? ანანოს ნამცხრები ჩემს ნამცხრებს მობრძანდით და გაიგებთ. აქეთ მოგზანდით ქალბატონო, მობრძანდით? მისმინეთ ძალიან კარგია მოხარული ვარ. დღეს ჩვენ გვაქვს ნამცხრების მრავალფეროვანი არჩევანი. შეგიძლიათ შეიძინოთ 3, 4-ის ფასად და მე-4-ს უფასოდ მიიღებთ. დეინისდება თითქოსი გაცნობაა. მოდი შეკეთებად. ნამცხვარს სამყებ. ინებეთ ეს ნამცხვარი. მადლობა. კაცრავ, ერთი წუთი. ეს საჩუქრად. ინებეთ. აი, გაბძანეთ. თქვენ რას მიირთმევთ? კაცრავ. ერთი წვენი თუ შეიძლება. კაი, სანდრო წვენი მოიტანე გახოცოთ. გაგატარო ხო კიდე? აღარ შემიძლია. არ გამაჩერეს არც. სანდრო, შენ ვისკენ ხარ? არა ვისკენ. ანუ ორივე ვისკენ. ხო, კარგი მიდი. აჰა, ხოდიში რა. სანდრო, მოდი ერთი წუთი. შენ ვისკენ ხარ? შენსკენ ვარ ანანო. რა? ქეთე ვარ.
ან ხო დამეხმარები სანდრო, გაიხსენე ჩვენი ბავშვობა და ყველაფერი, ხო დამეხმარები, ხო. კარგი ბიჭი ხარ, მადლობა სანდრო. დიდი მადლობა. სანდრო. ისკენ ხარ შენ. შენსკენ ვარ, ქეთე ვარ. შენსკენ ვარ, ანანო. ხო მომეხმარები. უკვე გეხმარები. მოგიდი მაგარია. გამარჯობათ. სანამ დაბრძანდებით, ჯერ იქნებ ბრძანდით, რაც შეიძლება. გამარჯობა გოგონა. მობრძანდი და მირთით ნამდვილი ქართული ნამცხვარი. მისით ნამდვილი ნეპალური ნამცხვარი. და უკეთრო თქვენ რომელს მირჩევდით? როგორ გითხრა, გენაცვალე ხარ. წარმოგიდგენიათ, რომ ნეპალიდან აქამდე რომ ნამცხვარი ჩამოვა, იმა რაში უნდა ივარგოს, უნდა გამოიაროს უდაბნო, ქვიშა, ცეცხლი. სანდრო, და მეოთხე სართულიდან ჩამოტანილი ნამცხვარი ბარამდე რა იქნება, უნდა გამოიაროს კიბე, ცეცხლი, ქვიშა. მე გეტყვით კარგი რამეს. ერთი ესა იგეთ, მეორე ესა იგეთ. ასიაჯობებს თქვენივე უსაფრთხოებისთვის და ჩემთვისაც. არა, დიდი მადლობა, გადავიფიქრე საერთოდ ნამცხვარს აღება. ისა. გოგონი, გამარჯობა. აი შეხედეთ, ერთი ნაჭერია დარჩენილია, ხომ აიღებთ. ერთადერთი და საბოლოო განუმეორებელი, ბოლო ნაჭერია დარჩენილი. აიღებთ ხომ? ჩვენ ორნი ვართ და მაშინ მეორე ნამცხვარს ჩვენ რა მოგწევთ? ორი კაცი. ანანო ორი ნაჭერი უნდათ. ორი ნაჭერი? აი, ეხლავე. ეს საჩუქრად. ერთი გამაგებინე რა ნამცხვარი გაქვს ასეთი რომ გადაირია ქვეყანა ერთი მანახე. ქეთევან, შენზე 3.50 და მე მორჩი. მოვიგეთ სანდრო. გოგო კი რა თხა ხარ, თხა. ეს სახლიც მორჩი, ეხლა ამ სახლს მივხედოთ. ახლავე. ახო. აი. აქ საიდან? აი. მინდა რომ დაგელაპარაკო. რა დალაპარაკება, მაია, ხო აგიხსენია რა. აქ ვერანაირად ვერ მოხერხდება, თან სალაპარაკოც აღარაფერი გვაქვს. ხო გითხარი უკვე. რა მოგივიდა? მომენატრა კუსა. ძალიან და იმიტომ მოვედი. კიდე იცი რა მომენატრა. რომ მიღუტუნებდი ხოლმე კაცს. ისე თამარსაც უღუტუნებ ხოლმე. აიგო, მომისმინე. მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ და სხვაგან, კარგი? ერთი წუთით. მაიკო. კუსა. ვაიმე თამარია, მაია. კუსი. მოდი. შედი. კუსა. კუსა, შედი. კუსა ვარ, ხო. რა არის, ვახო გავსკდი რეკვით, რა არის, ვერ გავიგე რა. დავაწყობ ჩვენთან პროდუქტებს, თორე ესენი რო აქ დავტოვე, გადაჭამს ეს ვაჟბატონი ყველაფერს. რა ხდება ეს? თამარ. აქ შეიტანე. რა ჩვენთან მაცივარი გამოვთე რა? დენის დაზოგვის მიზნი რა? თან ეხა თამარ ქვისლს თუ არ გაუგო ხო, ესე როგორ იქნება, აბა? ხო. მოდი. შენ რაღაცა მოდი აქ მოდი. რა ხდება, აბა მითხარ. ლაშა მომისმინე, ის გოგოა მოსული ახლა. მე არ ვიცოდი რომ მოსვლას აპირებდა ხო და არის იქ. ეხლა თამარი რო შევიდეს და ნახოს ხო წარმოგიდგენია რა მოხდება. ვინ გოგო ის უკრაინელი? არა, ქართველი, მაია. ხო, რა ქართველი და უკრაინელი, რაზე ლაპარაკობდით? კალაძეზე და შევჩეკოზე ხო? კალაძეზე და შევჩეკოზე. ხოიცი, ეხლა ქვისლს ფეხბურთზე თუ არ ელაპარაკა. რა მამული კი არა. რა იქნება ეს? რა არის? მეტიჩები ხართ. შევალა ხოლმე გამოვიცვლი და თამარ. ლიკა დალახაძე გადმოდის? არ არსებობს. ბაგე აი ლიკა დალახაძე.
შენ დალიე რამე? არა, თამარ მოდი ჩქარა, მოდი. აი თუ შემეში. კარგი რა, ლაშარა, კარგი რა. თამარ, ასე ხვიდე. რატო? იმიტომ რომ უნდა მოგიღუტუნო. ხო. აუ, გაჩენი ბიჭო რა. გაჩენი. გაჩი ეხლა ხო? გამოდი აქეთ. დავიღალე კაცო, უნდა შევიდე გამოდი. თამარ. რა გინდა? გახსოვდეს თამარ, რომ ამ ქვეყნად შენს მეტი არავინ არ მიყვარს. შენ რაღაც ატეხილი. ამ ქვეყნად თუ ამ ქვეყანაში ვახო? ვახო მომისმინე შენ არ ინერვიო. მე საპატრულოსაც გამოუძახებ, სასტრაფოსაც გამოუძახებ, ევაკუაციას გამოვაცხადებ მთელ კორპუსში. ხო, შენ არ ინერვიო, უნდა გაუძლო ვახო. ვახო რა ეს? რა არის? ლაშა, ნახე. ლექსი დამიწერა ვახო. ზალექსი, აბა თამარედი წავიკითხე. როგორც კი გნახე მე შემიყვარდი, არ მასვენებ და სევდა და დარდი, მინდა რომ ყოველ ლამაზ დღეს გნახო, გახსოვდეს მუდამ მიყვარხარ. რაღაცა კარგია, მაგრამ იცი რა, რაღაცა სიტყვა აკლია ბოლოში, თან თამარიც არ ჯდება. რაღაცა თამრო ჯდება. თამრო ლამაზ დღეს გნახო, გახსოვდეს თამრო. აიმე, რაოხერი ხარ. ხო, მოდი კაკა. შემოდი მე სახლში. ისევ მე, რა ბედი გაქვს ისე, რა ბედი გაქვს. ისე მომიწყი აქ რა შენისა, ხო? ფუტკარი ნახე. ესე იგი ჩემზე მეჩრომობს ეს. ირა. ნახე რა პერანგი ვიყიდე? არ გიყიდია, შენ არ გიყიდია. ჩემი ბარათით გადაიხადე, ესე იგი მე გიყიდე. ნუ ეხლა მაგას დამშვიდობა შეხედე. თვით სოლიდურობა ხო, ხო დათო და ეგ თვით სოლიდურობა ცუდად გაქვს შეკრული და წადი გაისწორე. მიდი. არა და ამ პერანგის გამო რამდენი ომი გადავიტანე? რა მიეცი? რა მიეცი? ვის ამბობთ? რა ღირდა? რა ღირდა და 35 ლარი. მიდი. აი, ხო გაგიკვირდა. იაფია. კაი პერანგი. იმიტომ აბა ამის პერანგის გაშვება შეიძლება ხელიდან. ერთი იყო ირა, თორე შეძვით. ვაჰ. 35 ლარი. ეხლა მე ჩავოქვემოთ, მაღაზიაში ჩავოქვემოთ, ხო იცი, დღეს უნდა მოვიდეს ის ლაპარაკი ბიზნეს პარტნიორის კაცთან. დღეს უნდა მოვიდეს ეგ. და ჩავოქვემოთ ეხლა რაღაც ხინცა მოვიდა რაღაც თავი რომ მოვატონოთ რა. ისე დათუჩა, რა სასაცილო იქნება, რომ ის მოეწოდა რომ მოგიტაცოს მე. ბატონო, მე დამდებთ. დაგდებთ? როგორ გაგდებთ? იქნებ თქვენ დამდებთ მე. რას? ვერასდროს რა დაგდ? მე ცხოვრობ აქ. ცხოვრობ მე. დათო ალექსიძეს ვეძებ, ისიც აქ ცხოვრობს. ვარ ისეთ. რა გიგეს? საქმიანი შეხვედრა მაქვს, რაღაც სკამებია გასაგებია და მოკლედ მე თუ არა, აქ ცხოვრობს?
ვაიმე. რა? ერთი სართულით ზემოთ ან ქვემოთ იკითხეთ. მე ახალი გადამოსული ვარ აქ. არ ვიცნობ ვიცით. დათო ვინ არის დათო? კარგი პერანგია. მადლობთ. ვაიმე, დავიღუპე. რა დაგიღო? ვაი, ამის გამო ხო გითხარი, ომი გადავიტანე მეთქი და ერთ კაცს მეჩხუბე და ის კაცი ვიცი ვინ დაგმოშტა? ვინ? აი, ეხლა რო გითხარი რომ აქ ამო ბიზნეს პარტნიორის კამების კიდო აი, ახლა ეხლა აქ უნდა მოვიდეს. მე მეძებსია. უნდა დამეხმარო რა გიხოცები რა. მე რანაირად დაგეხმარო? რანაირად დამეხმარო და რანაირად დამეხმარო. რანაირად? დათო ალექსიძე იყავი რა. გიხოცები რა. რა? მე ვიყო დათო ალექსიძე, ახალი რაღაც მოიფიქრე რა. ესე იგი მე ვიქნები დათო, შენ ირაკლი და ასე გინდა სახლიდან გამაგდო, ხო? ეხ ხუმრობის დროა ხა. ეხ ხუმრობის დროა. რა გავაკეთო? გეხოცები იყავი რა. ცოტა ხით იყავი დათო ალექსიძე და ელაპარაკე რა. ელაპარაკე რომ ეს ვარ, დათო ალექსიძე ვარ. ხო, დათო ალექსიძე ვარ. კარგი. რა ვქნა მე რა უთხრა? რა უთხრა? მე დათო ალექსიძე რა უთხრა იმას? რაც უფრო ძვირად გაკეთე ჩემს კამებს, უფრო უკეთეს. კარგი დათო, კარგი მე არ მესმის ეს შენი ბიზნესის ამბები და რაღაცა სულელი მოხდება. რა გიბომდა ეხა მაგას? აუწი ფასი, აუწი. აბა გებუდა. არ შემიძლია. არ შეხო რა, გიაჯები რა. თუ მეაჯები? მაშინ თანახმა ვარ. მაგრამ რა გავაკეთო? რა უნდა გაკეთო გეტყვი ხა, რა უნდა გაკეთო? თუ მომეწონა მე. რა? ფასი. რისი? სკამი შემოთავაზებული. ხო, მე დავახველებ. ესე კარგად არის საქმე. თუ არ მომეწონა, ვაცემინებ. მოიცა, დახოლებაზე დავთანხმდე? ხო. დაცემინებაზე ალწიე ფასი. არ გამოვა. რანაირად გამოვა ახლა ის კაცი რომ მოვა და აქ ბიზნესს საუბარი რომ შეედგება და აქედან ცემინება და ხველებას რო გაიგებს არ გაგიჟდება ის კაცი? დავწვევი აქ. მე აი ეგ დავწვევი შენ ახლოს ვიქნები და გაიგებ. ის რა მე ჩვენი ხო კარგი ჩუმა მიდი. ვა ეს მაკალდა რა. მიდი. და ხო დაგინახავს ის. ამაშენიც. ახლა რო წვევი ასე ეს თვით სოლიდურობა არ დაგეკუჭება? აი გასვით. რაშო? მოვიდა. ეს არის? დროზე ქენი. გამარჯობა. დათო ალექსიძე, თქვენ ბრძანდები? სხვა რა გზაა? შოთა, სასწაულოა. საუბრეთ ელექტროფოსტით. აჰა, ბანდო შოთა, ელექტროფოსტით საუბრობ უკვე. დედა ყოჩახმე, რა კარგია. არაჩვეულებრივი პერანგია. ზუსტად ასეთი პერანგი ვაჩუქე ჩემ მეზობელ ვახოს ქორწილში. დიახ. მოდან. დიახ. ელექტროსი. აი ასე დავძანდით. დიახ. აჰა, დალებთ რამეს? ღვინო მაქვს, შამპანური მაქვს, კონიაკი, ლიქიორი, ვისკი მაქვს, ბადაგიც მაქვს. მადლობთ, არ მინდა რა. კი ბატონო, გისმენთ. ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ. მთავრობის წევრს მაგონებთ. ორი დღის უკან ტელევიზორს უყურებდი და ძალიან ბევრს ლაპარაკობდი და ჭკარჭკარა. ვერაფერი ვერ გავიგე. იცით მეც უყურე მაგ რეპორტაჟს. ეს იყო პირდაპირ რეპორტაჟი, სხვათა შორის პირდაპირ ეთერში მუშაობა ყოველთვის რთულია. და არაჩვეულებრივი პრესკონფერენცია იყო. მე ყველაფერი გავიგე. ყველაფერი ისეთი ლოგიკური თხრობა ქონდა, ბრძნული. ბევრი მსმენია თქვენზე. ტყუილია. არა, ბევრი კარგი მსმენია თქვენზე. გასაგებია და ტყუილია.
კიდევ ვინმეა? სად? აქ. სად? აქ. აბა, არა? აბა რა ხმა იყო? სად? აქ. წევს იქვინე. ეს ჩემი ბაბუა. ეს არის ჩემი დიდი ბაბუა, დათიკო. დათიკო ვიცით რა არის? ავადმყოფობს. ძალიან მოხუცია და ვერ დადის. და ესე გადმოვიყვანე, ჩემთან გადმოვიყვანე და ვუვლი. დიდი ხანია თქვენთან ცხოვრობს. ფაქტიურად აქ დაბერდა. თქვენს გაქვთ ასეთი პერანგი. ეს მინდოდა მეყიდა, მაგრამ რაღაც თავხედმა დამასრო. რას მელაპარაკე? ისე ძვირი კი ღირდა 350 ლარი. რა? 350 ლარი. რა? მომეწონა. ერთი წუთი. დათიკო არის მისახედი? არა, ვაიდე. არა, ასე იცის ხოლმე. არა, გული, კიტვი, ასე იცის ხოლმე. სულ ასე იცის. ყურადღების მიქცევა უნდა. ასე რომ დავანებოთ თავი. ჩვენ საქმეზე გადავიდეთ რა. კარგით, მე ნიმუში ვნახე. ნახე. მომეწონა და 70 ლარი. ხვალე წავიღებ ნახევარ პარტიას. 70 ლარი. 70 ლარი. ახველებს ხოლმე დათიკო. არაჩვეულებრივი ფასია 70 ლარი. ძალიან კარგი. კი, თანახმობა. არა. არაფერი. ასე იცის ხოლმე. სიცხე რო უწევს, არა. უკაცრავად, ერთი წუთი მიხედეთ. შედამითხარი რომ დავახველებ დათანხმდიო? მართლა დავახველე. რაკენი? მართლა. ბატონშოთა, 70 ლარი ცოტაა. მე მგონი უნდა ავწიოთ თანხა, დიახ. ნუ 73. ასი. 75? ასი. 75 თქვი მე? 75 არა, 80 არის კარგი ფასი და გეყოფა, დათიკო ნუ დაიხჩობი ახლა. 85. 85. არაფერი, ასე იცის ხოლმე, ყურადღება რომ მიიქციოს. რაღაც რიცხვებს ამბობს ხოლმე, ასე. 85, ერთი წუთი, აი ნახეთ, დათიკო, რამდენ ხანში გადახვალ აქედან, ბაბუა? ჩაეძინა. სულ ასე დროს ეძინება ხოლმე. 85 მოიფიქრეთ. მოიფიქრებ და ხვალ დაგიკავშირებ. კი ბატონო, თქვენ არ შეგაწუხებთ, მოსვლით არ შეგაწუხებთ, ბატონო, მომწერეთ ელექტრონულ პოსტაზე. დიახ. და ესე გადავწყვიტოთ, არაჩვეულებრივი პერანგია. ბადო, არაფრის, დიახ. იცოცხლეთ, დიახ. კარგად. 350 ლარი, ხო? 350 ლარი, ხო? ჟიგარი ხარ, აი. ჟიგარი, გენაცოლოს დათიკო ბაბუა. უკაცრავად საბუთები დამრჩა. საბუთები დაგჭირია. კი ბატონო. დიახ. ეს დათიკო ბაბუა იყო რომ გაირბინა. დიახ. დათიკო ვერ დადისო, ხო? ვერ დადის, თორე სირბილით იცოცხლე. დიახ, რა თქმა უნდა. აი. 350 ლარი, ხო?
ლაშა მოგწონს. კი, გემრიელია, გემრიელია კეთება. აჰა. ლაშა, შენ ამათმა დაიძინეს? და ჩუმათარია და. ჩუმათარია ხო? მოიცადე ერთი წუთი. კეთება, მართლა ძალიან გემრიელია. მოგეწონა ხო ლაშიკო? ნაკარგი. კეთება, ხვალე და რო ეს ხბოს ჩაშუშულის ბიზნესი რო წამოიწყო, ა? ხბოს ჩაშუშული მოგენიატრა, ვაიმე, ხვალ აუცილებლად გაგიკეთებ ხბოს ჩაშუშულს. ლაშა გეხოცები, მე ხლა წავალ დავწვევი, ხო დავიძინებ, დღეს ისე დავიღალე. ხო მე დავწვევი, დავიძინებ და შენ დამცხვრის 25 ლარი მაგიდაზე დამიტოვე. ესე იგი ნაჭერი ლარი გამოდის, ხო? კეთება. ფული უნდა გამომართო მე ჯემოპრინცესა? ვაიმე ლაშა, შენ თავს ფიცა ვარ, სულ არ ნახევრებში ვყიდე. აბა რა სისულელია და შენ ხო უცხო არა ხარ და შენ ლარა დაიღე. ესე იყო გეფიცები, შენ თავს ფიცა ვარ. დაწეკი შენ, დაწეკი.